სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმდეს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლები, გათავისუფლდეს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და მოწესრიგდეს სასწავლო ბაზა. ასეთია ახალგაზრდების მოთხოვნები. სტუდენტებმა დღეს რექტორთან გასაუბრებას სცადეს, თუმცა შეხვედრამ ხმაურიანი ლოზუნგებისა და ბრალდებების ფონზე ჩაიარა. კვიტაშვილის შემდეგ ანალოგიური ლოზუნგებით სტუდენტები უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში შევიდნენ და ანდრო ბარნოვთან შეხვედრა მოითხოვეს. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახლად დანიშნულმა დეკანმა პრობლემების მოსაგვარებლად დრო ითხოვა. მათ განაცხადეს, რომ პრობლემები არ აქვს, თუმცა თქვენც ხედავთ და ხედავს სტუდენტები ძალიან სერიოზული ნაწილი, რომ პრობლემები უნივერსიტეტში არსებობს და სწორედ ამ პრობლემების გამოდგავართ აქ. ჩვენ გვინდა რომ მივაწვნოთ ადმინისტრაციას ხმაო, ჩვენ გქონდა კონკრეტული მოთხოვნები და ის მოთხოვნები გვაქვს დღესაც. რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს უკანონოდ პოლიტიკური სარჩულით რამდენიმე კვალიფიციური ლექტორი. რამდენიმე გათავისუფლებას არ ახმაურებენ. მოვითხოვოთ ამ უნივერსიტეტში გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნება ხალხო. პასუხად მივიღეთ 3-ჯერ ტყუილი ლექტორისაგან და ამას პლუს თვითმმართველობისაგან ბავშვების ცემა. აი ეს არის მათი პასუხი, მათ პასუხი არ გააჩნია. ვიდრე იტალიანი ხელები და მათ არ გააჩნიათ ეთემალიზებათა პრობლემები. ეს ადამიანები არიან გასაშვებები აქედან. ისინი ვერ აგვარებენ ელემენტარულ პრობლემებსაც. ასე რომ ყველანაირი კონსტრუქციული მათთან დიალოგმა ამოწურა თავი. გაუყოვნებლი დაგვიკმაყოფილოთ მოთხოვნები. დაბრუნდეს ლელა გაბრინდაშვილი. არ დაბრუნდება, არა მაგრამ მაშინ გეშინოდეთ ჩვენი. ბატონო სანდრო. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. გეშინოდეთ ჩვენი. როცა არის მოთხოვნა იმაზე, რომ ბაზების პრობლემა არის, ეს არის სამწუხაროდ საკმაოდ ძელვადიანი პრობლემა, რომელიც ასე სწრაფად გამოსვლება ძალიან რთული აღმოჩნდა. მე უბრალოდ ვერ ხვდები ფორმას ამ პროტესტის გამოხატვის.